10 წლზე მეტი ხნის განმავლობაში ერთი ფიგურა ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტზე უძრავ მონოლითად იდგა. ვიქტორ ორბანმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და ილიბერალური დემოკრატიის არქიტექტორმა შექმნა სისტემა, რომელიც იმდენად მკაცრად იყო კონტროლირებადი და ზეწოლისადმი მდგრადი, რომ ის პოლიტიკური კრიზისებისადმი შეუდრეკელი ჩანდა. მან დაიმორჩილა სახელმწიფო, მედია და ეკონომიკა, რითაც უნგრეთი გადააქცია იმ ადრასაც ბევრი რკინის ტყავის სისტემას უწოდებდა. 15 წლის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ვერაფერი შეარყევდა მის მმართველობის საფუძვლებს. აქამდე ჩვენს თვალწინ ეს ერთი შეხედვით ურღვევი ბასტიონი ბზარებს იჩენს. ათწლეულების უდავო დომინირების შემდეგ ფიდესის ერა შესაძლოა საბოლოო დასასრულს უახლოვდებოდეს. პირველი ბზარი ორბანის სისტემის შიგნიდან გაჩნდა. ადამიანისგან, რომელიც ოდესღაც მის გვერდში იდგა. ეს კაცი პეტერ მადიარია, ოდესღაც ერთგული ინსაიდერი, ახლა კი ორბანის ყველაზე სასტიკი მეტოქე. ერთ წელზე ცოტა მეტ ხანში მადიარი მილიონობით უნგრელისთვის იმედის სიმბოლოდ იქცა. მისმა მოძრაობა ტისამ ქვეყნის პოლიტიკური სცენა ძლიერად შეარყია და 18 წლის შემდეგ პირველად ფიდესი გამოკითხვებში ლიდერობიდან ჩამოაგდო. ორბანის დიდი ხნის სტრატეგია, ევროკავშირის მიმართ დაუმორჩილებლობა, უკრაინაში ომის ფონზე სულ უფრო პრორუსული პოზიცია და წლების განმავლობაში ეკონომიკური არასწორი მენეჯმენტი ტვირთად იქცა, რომლის ტარებაც ბევრ უნგრელს აღარ სურს. ჩვენს თვალწინ ისტორიული, გარდამტეხი მომენტი ვითარდება. მომენტი, რომელმაც შეიძლება არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ მთელი რეგიონი შეცვალოს. გამარჯობა. იცი რა არის FPV დრონი? ეს არის FPV დრონი. ესეც FPV დრონი. არის თითოეულ ჩვენ იმედია. თუ გინდა რომ ისწავლო FPV დრონის ფრენა, საჭირო აპარატურა, პულტი, სათვალე, თვითონ დრონი, მასთან ბატარეები, სატენი, რავი, უამრავი რაღაც შეიძლება შეიძინო და ამასთან ერთად ისწავლო ეს ყველაფერი. მაშინ გამოიწერეთ ჩემი არხი. ჩემი არხი არის FPV ჯორჯი, რომელზეც ამ ყველაფერს ვასწავლე. და ამასთან ერთად გეხმარებით ამ ყველაფერში, ამ ჰობიში შემოსვლაში. ამიტომ გადადით გმულზე, რომელიც დახვდებათ აღწერაში, ზემოთაც ამოგიგდებთ, აკეთ. განმავითაროთ საქართველოში FPV ჰობი. და რა მარტო FPV-ს თქო. მელოდი FPV პილოტების community. საინტერესო იდეა. აბა, გელოდებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვოლორინოლზე. კლასიკური დასავლური გაგებით დემოკრატია განუყოფელია ლიბერალიზმთან. უმრავლესობის მმართველობა შეზღუდულია ფუნდამენტური გარანტიებით, კანონის უზენაესობა, ხელისუფლების გამიჯვნა, უმცირესობების დაცვა და დამოუკიდებელი მედიის მიერ სიტყვის თავისუფლება. ეს დამცავი ბარიერები არსებობს უმრავლესობის ტირანიისა და ავტორიტარიზმისკენ მისვლის თავიდან ასაცილებლად. ვიქტორ ორბანის არალიბერალური დემოკრატიის კონცეფცია უარყოფს ამ დაცვის მექანიზმებს. ამ მოდელში არჩევნები კვლავ ცენტრალურ ადგილს იკავებს, მაგრამ არა პლურალიზმის უზრუნველსაყოფად. პირიქით, ისინი გამარჯვებულს ჭეშმარიტი ერის სახელით მმართველობის აბსოლუტურ მანდატს ანიჭებენ. დემოკრატია ძალაუფლების მოპოვებისა და გამტკიცების ინსტრუმენტად იქცევა და არა მის შეზღუდვაზე ორიენტირებულ ღირებულებათა სისტემად. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობა ვარაუდობს, რომ მას აქვს უფლება სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი ეროვნული ნების საკუთარ განსაზღვრებას დაუქვემდებაროს. ამ იდეოლოგიის მეორე საყრდენი უნივერსალური ლიბერალური ღირებულებების უარყოფაა უზენაესი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ. ამ სოფხედველობაში უმაღლეს სიკეთეს წარმოადგენს არა ინდივიდის უფლებები, არამედ ეროვნული საზოგადოების სუვერენიტეტი და კეთილდღეობა. ნებისმიერი ძალა, რომელიც ცდილობს უნგრეთისთვის გარე ნორმების დაწესებას, იქნება ეს კანონის უზენაესობის, მიგრაციის თუ კლიმატის პოლიტიკის საკითხებში ეროვნული იდენტობისთვის საფრთხედ აღიქმება. ამ პროექტის შედეგები ახლა უდავოა. ორბანის მმართველობის დროს უნგრეთი გლობალურ თავისუფლების რეიტინგში მკვეთრად დაეცა. 2019 წლიდან Freedom House-მა ის მხოლოდ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად შეაფასა. წლების განმავლობაში რიგითი მოქალაქეები სუსტად გრძნობდნენ შედეგებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს რბილი ავტორიტარიზმი ხელშესახები გახდა. 2025 წლის თებერვალში უნგრელი მოსამართლეები ქუჩებში გამოვიდნენ სასამართლო დამოუკიდებლობის დასაცავად, რაც უპრეცედენტო სანახაობა იყო. ამ ფილოსოფიამ ასევე განსაზღვრა ორბანის მებრძოლი პოზიცია ევროკავშირის მიმართ. ბრიუსელი სამართლებრივი ნორმებისა და დემოკრატიული სტანდარტებისადმი დაჟინებული მოთხოვნით არა პარტნიორად, არამედ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ იქცა, რომელსაც უნგრეთის სუვერენიტეტის შელახვაში ადანაშაულებდნენ. პრაქტიკაში არალიბერალური დემოკრატიის დოქტრინამ ინსტიტუციური ფორმა მიიღო ეროვნული თანამშრომლობის სისტემაში. ფართომასშტაბიანი ცენტრალიზაციის პროექტში, რომელიც შლიდა საზღვრებს პარტიას, სახელმწიფოსა და ეკონომიკას შორის. სასამართლოებისგან, მედიისა და საჯარო ინსტიტუტებისგან მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ფუნქციონირებდნენ როგორც ერთიანი ორკესტრის ინსტრუმენტები, რომელსაც ფიდესი დირიჟორობდა. მიზანი ნათელი იყო, ისეთი შეყრული და ფესვგადგმული სისტემის შექმნა, რომ ერთხელ მოპოვებული ძალაუფლება არასდროს დაიკარგოს. მიუხედავად ამისა, ყველა პოლიტიკური ციხესიმაგრე, თუნდაც ყველაზე ძლიერი, ორ სვეტს ეყრდნობა: მოქალაქეების კეთილდღეობის განცდას და ძალაუფლებისადმი ნდობას. უნგრეთში
უნგრეთში ორივე სწრაფად იშლება. ამ რღვევის კატალიზატორი ღრმა მრავალმხრივი ეკონომიკური კრიზისი გახდა. ეს აღარ არის გარდამავალი ვარდნა, არამედ სტრუქტურული კოლაფსია, რომელმაც ფიდესის სოციალური კონტრაქტის გულს დაარტყა. 2023 წლის იანვარში უნგრეთში ინფლაცია განსაცვიფრებელ 25.7%-მდე გაიზარდა, რაც მთელ ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ საბოლოოდ მოახერხა მისი შემცირება, წლების განმავლობაში მზარდი ფასების კუმულაციურმა ეფექტმა ჩვეულებრივი უნგრელების სასტიკად დააზარალა. სურსათის ფასები ერთ წელიწადში 25%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო საწვავის ფასების ზრდამ აქციზის გადასახადის ზრდით საზოგადოების სტაბილურად გაღარიბების სურათი შეავსო. ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც ეკონომიკა 0.8%-ით შემცირდა, ხოლო ზრდის პროგნოზები მომდევნო წლებისთვის პირქუში დარჩა. შედეგად ქვეყნის ეკონომიკური ვარნა გლეხის თვალითაც ადვილად შესამჩნევი აღმოჩნდა. 2010 წელს, როდესაც ვიქტორ ორბანმა ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ხანგრძლივი პერიოდი დაიწყო, საშუალო უნგრელი საშუალო პოლონელზე ოდნავ უფრო მდიდარი და საშუალო რუმინელზე შესამჩნევად მდიდარი იყო. დღეს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით პოლონელები გადამწყვეტად წინ წავიდნენ და რუმინელები, რომლებიც ოდესღაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ, ასევე მზად არიან უნგრელებსაც გადაუსწრონ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზების თანახმად, უნგრეთის ზრდა მომავალ წელს 1%-ზე დაბალი დარჩება, რუმინეთის დაახლოებით 1.5%-თან შედარებით. სამრეწველო სურათი კიდევ უფრო თვალშისაცემია. 2010 წლიდან პოლონეთის სამრეწველო წარმოება გაორმაგდა, ხოლო უნგრეთის სტაგნაციაში 2023 წლიდან კი შემცირდა და ამჟამად მხოლოდ 40%-ით მეტია, ვიდრე 15 წლის წინ იყო. ეკონომიკურ კრიზისს ემატება ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში მზარდი კრიზისი. როდესაც მასწავლებლებმა და ექიმებმა მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყეს ხელფასებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ორბანის მთავრობამ კომპრომისს დაპირისპირება არჩია. 2023 წლის ივლისში მან მიიღო ეგრეთ წოდებული შურისძიების კანონი, რითაც მასწავლებლებს ჩამოართვა საჯარო მოხელის სტატუსი და ფაქტობრივად შეზღუდვა გაფიცვის უფლება. მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება გადაეყვანა პედაგოგები სხვადასხვა სკოლაში, რითაც გაანეიტრალა განსხვავებული აზრი. განათლებასთან ამ ომის შედეგები ახლა უკვე აშკარაა. ასობით მასწავლებელმა განაცხადა, რომ უარს იტყვიან ახალი კონტრაქტების ხელმოწერაზე. ორბანის სისტემას კიდევ უფრო მძიმე დარტყმა ბრიუსელმა მიაყენა. ევროკავშირთან მისმა ხანგრძლივმა კონფლიქტმა დაახლოებით 16 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდის გაყინვა გამოიწვია. აქედან 6.3 მილიარდი ევრო გაერთიანების და 10 მილიარდი ევროზე მეტი აღდგენის ფონდიდან. ევროკომისიამ მათი გაყინვა სასამართლო რეფორმებითა და სისტემური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების მოთხოვნით შეაჩერა. ისეთი ქვეყნებისთვის, რომელიც ევროკავშირის სუბსიდიებზეა დამოკიდებული, როგორც უნგრეთია, ეს დამანგრეველი დარტყმა იყო. ისეთი, რომელმაც განვითარება შეანელა და უთანასწორობა გააღრმავა. თუმცა ევროკავშირი ნაკლოვანებების გარეშე არ არის. მისი კანონის უზენაესობის სტანდარტები ხშირად აბსტრაქციულია და მათი აღსრულება შეიძლება თვითნებური ან პოლიტიკური ჩანდეს. ორბანის მიერ გამოყენებული თავის მართლების არგუმენტი გახდა კონტრასტი პოლონეთში მომხდარ ამბებზე, სადაც ბრიუსელმა აღდგენის გეგმის და თანხები თითქმის ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოხსნა, ნებისმიერი რეფორმის განხორციელების დაწყებამდე. ეს საფუძველს იძლეოდა ორბანისეული დასკვნებისთვის, რომ ევროკავშირი ამ თანხებს პოლიტიკური ცვლილებების განსახორციელებლად იყენებს, როგორც მას სურს. ორბანი ხშირად ხაზს უსვამს ბრიუსელის თვალთმაქცობას და საკუთარ თავს იდეოლოგიური ორმაგი სტანდარტების მსხვერპლად წარმოაჩენს. თუმცა ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა იზოლირებული შეტაკებების სერია. ეს იყო მიზანმიმართული გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ღრმად იყო ფესვგადგმული ფიდესის იდეოლოგიურ დნმ-ში, ორბანის არალიბერალური დემოკრატიის დოქტრინაში. მისთვის ევროკავშირი არასდროს ყოფილა მორალური ან ცივილიზაციური მიზანი, არამედ უნგრეთის საკუთარი სუვერენული დღესდღეობის წინსვლის ინსტრუმენტი. ორბანის მსოფლმხედველობით ევროკავშირის მოძველებული კონსტრუქციაა, დაღმავალი ძალა, რომელიც კარგავს პოზიციებს ისეთ დინამიურ მეტოქეებთან, როგორებიც არიან ჩინეთი, თურქეთი, ინდოეთი, შეერთებული შტატები და რუსეთის კი. ამ ნულოვანი ჯამის მქონე დაპირისპირებაში უნგრეთის მისია აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის ხიდის როლის შესრულება იყო. ევროპასთან ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება და მოსკოვთან და პეკინთან პოლიტიკური და ენერგეტიკული კავშირების გაღრმავება. ეს არის მისი ეგრეთ წოდებული ქანქარის სტრატეგიის არსი, სადაც მოქნილობა გადარჩენის გასაღებია. და ეს მხოლოდ რიტორიკა არ იყო. ორბანი მუდმივად პრორუსულ კურსს მისდევდა. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა ოფიციალურად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მან დაბლოკა უკრაინისთვის იარაღის ტრანზიტი მის ტერიტორიაზე და არაერთხელ შეაფერხა ევროკავშირის სანქციების პაკეტები. თავად პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ და საჯაროდ შეხვდა ვლადიმერ პუტინს როგორც 2022, ასევე 2023 წლებში დასავლეთის დიპლომატიური ბოიკოტის მიუხედავად. ასეთმა ჟესტებმა დაძაბა უნგრეთის მოკავშირეები და გაამწვავა ბრალდებები, რომ ბუდაპეშტი ძირს უთხრიდა ევროპის ერთიანობას კრემლის აგრესიის წინაშე. წლების განმავლობაში ფიდესის ამომრჩეველი ფრთხილად შენარჩუნებულ ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობდა. პარტიის კონტროლმა საჯარო და კერძო მედიაზე საინფორმაციო ბუშტი შექმნა, რომელშიც ქვეყნის ყველა პრობლემაში ბრიუსელი, ჯორჯ სოროსი, სანქციები ან უკრაინაში ომი დაადანაშაულეს. გამოკითხვებმა ახმის ღრმა პოლარიზაცია გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ამომრჩევლების 72% კრიზისში მთავრობას ადანაშაულებდა,
ფიდესის მხარდამჭერების თითქმის ნახევარი თვლიდა, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს სუბიექტური რეალობა ორბანის ყველაზე გამძლე პოლიტიკურ ჯავშანს წარმოადგენდა. ეს ჯავშანი საბოლოოდ 2024 წლის თებერვალში შეირყა. პირველი ბზარი პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებული სკანდალიდან გაჩნდა. გამჟღავნდა, რომ პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა შეიწყალა ბავშვზე ძალადობის დაფარვისთვის მრჩევლებული თანამდებობის პირი. სკანდალმა შეარყია ერი და შეარყია ფიდესის როგორც ოჯახური ღილებულებების დამცველის იმიჯი. სწორედ მაშინ გამოჩნდა ის ადამიანის სისტემის შიგნიდან, რომელიც მზად იყო მის უკან ყველა ხიდი დაეწვა. პიტერ მადიარი ჩვეულებრივი დისიდენტი არ იყო. ის სისტემის ადამიანი იყო, იურისტი, დიპლომატი, სახელმწიფო კომპანიების უფროსი, აღმასრულებელი დირექტორი და განსაკუთრებით იუსტიციის მინისტრ იუდას ვარგას ყოფილი ქმარი. ნამდვილი ფიდესის ინსაიდერი, რომელმაც იცოდა ეროვნული თანამშრომლობის სისტემის ყველა დეტალი და საიდუმლო. ამიტომ, როდესაც პრეზიდენტის შეწყალების სკანდალის პიკზე მან საჯაროდ დატოვა ყველა თანამდებობა და ომი გამოუცხადა რეჟიმს, მის ხმას ისეთი წონა ჰქონდა, რომელსაც ცოტას შეეძლო შედარებოდა. ის უბრალოდ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი არ იყო. მისი როგორც შიგნიდან გამოსული ადამიანის სტატუსი მას ანიჭებდა იმას, რაც ორბანის ოპონენტებს დიდი ხანია აკლდათ, სანდოობას. მილიონობით უნგრელისთვის მადიარი არამხოლოდ აკრიტიკებდა კორუფციას, არამედ ის მას პირადი გამოცდილებიდან ამხელდა. ის საუბრობდა არა როგორც თეორეტიკოსი, არამედ როგორც მონაწილე, რომელმაც გადაწყვიტა დუმილის კოდექსის დარღვევა. მადიარმა სწრაფად იმოქმედა. ახალი მოძრაობის ნულიდან დაარსების ნაცვლად მან პატარა არსებული ცენტრისტული პარტია ტისა, პატივისცემისა და თავისუფლების პარტია ჩაიბარა და ის პოლიტიკური რევოლუციის იარაღად აქცია. მისი პროგრამა პრაგმატული და საარსებო საკითხებზე ორიენტირებული პირდაპირ ფიდესის ყველაზე სუსტ წერტილებს ურტყამდა. მადიარმა კორუფციას ომი გამოუცხადა და პირობა დადო, რომ ელიტას პასუხისმგებლობას დააკისრებდა და ევროკავშირის გაყინულ სახსრებს გაამბლოკავდა, რასაც ის უნგრეთის მოდერნიზაციის გასაღებად მიიჩნევდა. საჯარო სერვისების გამოსწორებასაც შეჰპირდა. მან პირობა დადო, რომ გადაარჩენა უნგრეთის კოლაფსის ქვეშ მყოფ ჯანდაცვისა და განათლების სისტემებს. ამ გზავნილმა ღრმა რეზონანსი გამოიწვია. მისი მხარდაჭერების 99% მიიჩნევს, რომ ეს სექტორები მკვეთრად გაუარესდა. დემოგრაფიული ვარდნის შეჩერება. მისი გეგმა მიზნად ისახავს ახალგაზრდა უნგრელების მასობრივი ემიგრაციის შეჩერებას 2030 წლისთვის და მათი დაბრუნების წახალისების პროგრამების დაწყებას. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. მადიარმა პირობა დადო, რომ 2035 წლისთვის უნგრეთს რუსული ენერგიაზე დამოკიდებულებას დაასრულებდა. ამგვარად რამდენიმე თვეში მან პოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია. მისი აქციები წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ ანტისამთავრობო დემონსტრაციებად იქცა. როგორც ახალგაზრდა უნგრელების, ასევე კომუნიზმის დამხობის დამახასიათებელი ხანდაზმულების ბრბოში ბუდაპეშტში გაისმა შეძახილები. საკმარისია, ცვლილებები გვჭირდება, ეს მთავრობა ტყუისა და თვალთმაქცობაზეა აგებული. შედეგი ბირთვული აფეთქების მსგავსი იყო. გამოკითხვები, რომლებიც ფიდეს 18 წლის განმავლობაში ურყევად პირველ ადგილოსნად აჩვენებდა, მოულოდნელად შეიცვალა. ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად მადიარი ორბანს 18%-იანი უპირატესობით უსწრებს. 40 წლამდე ასაკის ამომრჩევლებს შორის ტისას ახლა 58%-იანი მხარდაჭერა აქვს. პიტერ მადიარმა შეავსო პოლიტიკური ვაკუუმი. ის გამოჩნდა ლიდერად, რომელსაც უნგრეთის იმედგაცრუებული ოპოზიცია ელოდა. ახალი დინამიური და რაც მთავარია ძველი გვარდიის წარუმატებლობით დაუზიანებელი. ამავდროულად ვიქტორ ორბანი თავდაცვის პოზიციაში გადავიდა და სულ უფრო მეტად ეყრდნობა თავის პროვინციალურ ბაზას, თუმცა იქაც კი ტისა სწრაფად ეწევა მას. უნგრეთში სოფლის მოსახლეობა სტრატეგიული პოლიტიკური წონა აქვს. საარჩევნო სისტემა, რომელიც ფიდესმა განზრახ გადააკეთა, უპირატესობას ანიჭებს ერთმანდატიან ოლქებს, სადაც ტრადიციულად მმართველი პარტია დომინირებს. პიტერ მადიარი ამას ყველაზე უკეთ ხვდება. სწორედ ამიტომ მან დაიწყო თამამის საყოველთაო კამპანია სახელწოდებით უნგრეთის შემოვლა 80 დღეში და გამოაცხადა ორკვირიანი გაზეთის შექმნა, რომელიც პირდაპირ სოფლის ამომრჩეველზე იქნებოდა მიმართული. ნაბიჯი, რომელიც აშკარად ფიდესის თავდაცვის ბოლო ხაზის მორღვევისთვის არის განკუთვნილი. ამგვარად უნგრეთის მოსაგებად მადიარმა არამხოლოდ ლიბერალური ბუდაპეშტი, არამედ შესაძლო უპირველეს ყოვლისა კონსერვატიული ცენტრის კეთილგანწყობაც უნდა მოიპოვოს. იქ კი ეროვნული ჭრილობა ტრიანონის ტრავმა ჯერ კიდევ ღრმად არის გამჯდარი. ტრავმა, რომელიც ორბანმა დიდი ხანია პოლიტიკური იარაღად აქცია. უნგრეთის ფსიქიკის გასაგებად უნდა დაუბრუნდეთ 1920 წელს, როდესაც ტრიანონის ხელშეკრულებამ ქვეყანას ჩამოართვა მისი ტერიტორიის 72% და ომამდელი მოსახლეობის 64%. მილიონობით უნგრელისთვის ეს იყო ისტორიული უსამართლობა, რომელმაც თაობების განმავლობაში ჩამოაყალიბა მათი იდენტობა. ორბანმა ოსტატურად გარდაქმნა ეს ტრავმა პოლიტიკურ ძალაუფლების წყაროდ. მან 4 ივნისი დააწესა ეროვნული ერთიანობის დღედ. მოქალაქეობა მიანიჭა საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურ უნგრელებს და გულუხვი ფინანსური მხარდაჭერით გარშემოიტყა ისინი. შედეგად მილიონობით ახალი ორმაგი მოქალაქეობა, განსაკუთრებით ტრანსილვანიასა და ზაკარპატიაში გახდა ფიდესის ერთგული ამორჩეველი. ორბანის სიმბოლური რევიზიონიზმი, მათ შორის დიდი უნგრეთის ამსახველი რუკების ხშირი გამოყენება, კიდევ უფრო ამყარებდა ამ ემოციურ მითს, რომელიც კვლავ ღრმა რეზონანსს იწვევს მრავალ ამომრჩეველში. როგორ დაიცავს პიტერ მადიარი ამ დელიკატურ ბალანსს? მისი მიდგომა სავარაუდოდ სიტუაციის გამოსწორებისკენ იქნება მიმართული და არა რევოლუციის. ისას მეთაურობით მოქმედი მთავრობა სავარაუდოდ უარს იტყვის ორბანის კონფიდენციალურ რიტორიკასა და სიმბოლურ პროვოკაციებზე და უნგრეთის მეზობლებთან შერიგებასა და ურთიერთობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა
ითვლებს ყურადღებას. რუმინეთის ქალაქ ორადეოში ბოლო ვიზიტის დროს მადიარმა ისაუბრა არსებული საზღვრების პატივისცემაზე და დიალოგის აუცილებლობაზე, რითაც მიანიშნა რეგიონული დაძაბულობის შემცირების სურვილზე. უნგრული დიასპორის მხარდაჭერა სავარაუდოდ შენარჩუნდება, თუმცა უფრო გამჭვირვალე და ნაკლებად პოლიტიზირებული ფორმით. ბუდაპეშტი ხელისუფლების შესვლა გარდაულად ეჭვქვეშ დააყენებს უნგრეთის უჩვეულოდ მჭიდრო ურთიერთობას ჩინეთთან. პარტნიორობას, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს ისე აყვავდა, როგორც არცაც სხვაგან ევროკავშირში. ბოლო 10 წლეულის განმავლობაში უნგრეთი პეკინის მთავარ პლაცდარმად იქცა ევროპაში, სადაც განხორციელა ისეთი მასშტაბური ინვესტიციები, როგორიცაა CATL-ის აკუმულატორების გიგაქარხანა დებრეცენში და BYD-ის ელექტრომობილების ქარხანა სეგედში, რამაც ქვეყანა ფაქტობრივად ჩინური ელექტრომობილების რეგიონალურ ცენტრად აქცია. თუმცა ამ პროექტებმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია გარემოს დაცვითი საკითხების, გაუმჭვირვალე კონტრაქტების და მთავრობის მიერ პეკინის პირობებისადმი დაუმორჩილებლობის სურვილის გამო. შესაძლოა ყველაზე საკამათო მათგანი ბუდაპეშტში ფუდანის უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობა იყო, რომელიც ჩინეთის დაფინანსებით უნდა აშენებულიყო. კრიტიკოსები აფრთხილებდნენ, რომ პროექტი შესაძლოა ევროპაში ჩინეთის სადაზვერვო ოპერაციებისთვის იურიდიულ საფარად გამოდგეს. შემდგომმა მასობრივმა პროტესტებმა ორბანის მთავრობა აიძულა გეგმა შეეჩერებინა და თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ტისას ხელმძღვანელობით მომავალი ადმინისტრაცია მას საერთოდ გააუქმებს. მიუხედავად ამისა, არავინ ელიც, რომ არსებული სამრეწველო ინვესტიციების შეწყდება. ისეთი ქარხნები, როგორიცაა CATL ან BYD, უნგრეთის გაჭირვებული ეკონომიკისთვის ძალიან ბევრ კაპიტალს და ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს წარმოადგენს. მადიარის მთავრობა სავარაუდოდ უფრო მკაცრ გარემოს დაცვის წესებს აღადგენს და ჩინური ფირმებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო სუბსიდიებსა და საზოგადო შეღავათებს თავიდან გადააფასებს. შედეგად პეკინთან პოლიტიკური კავშირები გაცივდება, თუმცა ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტის გარეშე. ასეთი ცვლილება ასევე ნიშნავს უნგრეთის როგორც ევროპაში ჩინური ინფრასტრუქტურული პროექტების პოპულარიზატორის როლის დასასრულს. განსაკუთრებით კი პეკინის ერთი სარტყელი ერთი გზა ინიციატივის ნაწილის ბუდაპეშტ-ბელგრადის ფლაგმანული ჩქაროსნული რკინიგზის. ეს ხაზი, რომელიც ჩინეთის მიერ კონტროლირებადი პირეოსის პორტის ათენის, სკოპიესა და ბელგრადის გავლით ბუდაპეშტთან უნდა დაეკავშირებინა, ორბანის ჩინეთთან და სერბეთთან უფრო ღრმა თანამშრომლობის სიმბოლოდ იქცა. 350 კილომეტრიანი სერბეთ-უნგრეთის სეგმენტი, რომელიც 85%-ით 3.6 მილიარდი დოლარის ჩინური სესხით დაფინანსდა, ორბანის მოკავშირის ლორინც მესაროშის საკუთრებაში არსებულ კომპანიას გადაეცა. სესხის პირობები კი 10 წლით გასაიდუმლოებულია. პროექტმა თავიდანვე კრიტიკა დაიმსახურა. მარშრუტი გვერდსულის უნგრეთის ისეთ მსხვილ ქალაქებს, როგორიცაა სეგედი და კეჩკემეტი, და ძირითადად ჩინურ საქონლის სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას შეასრულებს. მისი ეკონომიკური სისხლის უნარიანობა ასევე საეჭვოა. წინამდვილეში მშენებლობის დაწყების შემდეგ მთავრობამ პარადოქსულად გამოაცხადა ბუდაპეშტ-სეგედის ძველი რკინიგზის კიდევ 600 მილიარდი ფორინტით განახლების გეგმები, იმ მოტივით, რომ ეს აუცილებელი იყო ახალი BYD ქარხნიდან ექსპორტის დასამუშავებლად. დუბლირება ხაზს უსვამს პროექტის უკან მდგარ ქაოტურ პოლიტიკურად მოტივირებულ დაგეგმვარებას. მიუხედავად ამისა, მშენებლობის დასრულების მოახლოებისას ტისას მთავრობა სხვა გზა არ ექნებოდა გარდა იმისა, რომ პროექტი ბოლომდე მieყვანა, თუმცა იმ ტრიუმფალური რიტორიკის გარეშე, რომელიც ოდესღაც მას ორბანის აღმოსავლეთის გახსნის გვაკუთხედად წარმოაჩენდა. თუმცა ტისას მთავრობის დროს შეიძლება ველოდოთ გამჭვირვალობის ახალ დონეს, საიდუმლო კონტრაქტების დეკლასიფიკაცია, საზოგადოებრივი ზედამხედველობის გაძლიერებას და შესაძლოა ჩინური სესხების პირობების ხელახარი მოლაპარაკებების მცდელობებსაც კი. ამგვარად პეკინთან და ბელგრადთან ურთიერთობებში ტისა სავარაუდოდ პრაგმატულ პოზიციას დაიკავებს. შეინარჩუნებს ეკონომიკურ თანამშრომლობას, მაგრამ პოლიტიკური ზედმეტად ამაღლებული პოზიციების გარეშე და პეკინის პირობებით ნაკარნახევ ახალ მეგაპროექტებზე ხელმოწერის გარეშე. ჭეშმარიტი რევოლუცია შესაძლოა უნგრეთისა და მოსკოვის ურთიერთობაში მოხდეს. ორბანის მმართველობის დროს უნგრეთი ევროკავშირის ყველაზე პრორუსული წევრი გახდა, რომლის პარტნიორობის ქვაკუთხედიც ენერგეტიკაა. ამ ალიანსის ცენტრალური ნაწილია PAX-2, ატომური ელექტროსადგური, რომელსაც რუსეთის როსატომი აშენებს და რომლის 80%-ს 10 მილიარდი ევროს რუსული სესხი აფინანსებს. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც კი ბუდაპეშტმა პროექტი განაგრძო. ორბანმა პირადად დაიცვა იგი ბრიუსელში და რუსულ ურანზე სანქციები დაბლოკა. უნგრეთი ასევე კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე, რომელიც დაცულია ევროკავშირის ემბარგოებისგან სპეციალური გამონაკლისებით. სანაცვლოდ მოსკოვმა შეღავათიანი ფასების შესთავაზა, რითაც ფიდეს ეხმარებოდა ამომრჩევლებს ევროპის ენერგეტიკული კრიზისის სრული ზემოქმედებისგან თავის დაცვაში. ტისას მთავრობა რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდება. ეკონომიკური შოკის გამოწვევის გარეშე წლების განმავლობაში არსებული ღრმა ენერგეტიკული დამოკიდებულების შემსუბუქება. პიტერ მადიარმა პირობა დადო, რომ 2035 წლისთვის რუსული ნახშირწყალბადების ეტაპობრივად გაუქმებას აპირებდა. ინტერვიუებში მან მიანიშნა, რომ არ აპირებს PAX-2-ის სრულად გაუქმებას, არამედ მისი პირობების ხელახლა განხილვას, რაც უზრუნველყოფს, რომ უნგრეთის ენერგეტიკული მომავალი ნაკლებად იქნება დამოკიდებული კრემლზე. ნიშნავს თუ არა ეს ბუდაპეშტის როგორც ევროკავშირში მოსკოვის ტროასხენის იმიჯის დასასრულს? მადიარი ზუსტად ამას ამტკიცებს. მან განაცხადა, უნგრეთი მტკიცედ უნდა იყოს ინტეგრირებული ევროკავშირსა და ნატოში, პიდესის ქანქარის დიპლომატიის ერა დასრულდა. მაგრამ რა მოხდება თუ საქმეები ისე არ წავა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს? დამკვირვებლები სულ უფრო ხშირად კითხულობენ, ნამდვილად პეტრე მადიარია თუ არა ორბანის ანტითეზა, თუ იქნებ უბრალოდ
მისი 2 აწლეულის წინანდელი სარკისებრული ანარეკლი. Როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი დომინიკ ჰეი აღნიშნავს, მადიარმა ქონება ფიდესის სისტემაში დააგროვა. მისი სტილი, რიტორიკა და პოლიტიკური ინსტინქტები ხშირად იმეორებს 2000-იანი წლების დასაწყისის ახალგაზრდა ვიქტორ ორბანს. მან იცის, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, აქვს კავშირები და იყო იმ ინსტაბლიშმენტის ნაწილი, რომელსაც ახლა გმობს. და მიუხედავად იმისა, რომ ის თვეების განმავლობაში მიანიშნებდა, რომ მას მთავრობის შესახებ კომპრომიტირებული მასალა აქვს, მან ჯერ არაფერი ნამდვილად შოკის მომღრელი არ გამოაქვეყნა. ეს არასასიამოვნო კითხვას ბადებს. მისი სინათლისკენ მიბრუნება ნამდვილი აჯანყების აქტია თუ კონტროლირებადი ტრანსფორმაცია, რომელიც შექმნილია ცვლილებების მართვისთვის სისტემის დარღვევის გარეშე. მადიარს მოსწონს საკუთარი თავის წარმოჩენა როგორც ერთგვარი მორალური რობინ ჰუდის, სამეფო კარის წევრის სახით, რომელმაც მეფის სასახლე მიატოვა, რათა ხალხის მხარეს დამდგარიყო. თუმცა როგორც ჰეი აღნიშნავს, ის კვლავ ცხოვრობს ფიდესის მიერ აშენებულ კომფორტში და სრულად არ გაუწყვეტია კავშირი საკუთარ წარსულთან ხელისუფლების დერეფნებში. მისი პოლიტიკური პოზიციები ბუნდოვანი რჩება. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის შემდგომ ცენტრალიზაციას, მაგრამ არ გვთავაზობს ინტეგრაციის მკაფიო ხედვას. ის აკრიტიკებს ორბანის პასიურობას რუსეთის აგრესიის მიმართ, თუმცა მისმა მოძრაობამ ტისამ თავი შეიკავა ევროპის პარლამენტში მოსკოვის ქმედებების დაგმობის შესახებ რეზოლუციებზე კენჭისყრისგან. ეს სიფრთხილე ღრმად პრაგმატულია. მადიარმა იცის, რომ ნებისმიერი აშკარა პროუკრაინული პოზიცია პროსამთავრობო მედიის მიერ იარაღად იქნება გამოყენებული როგორც უნგრეთის დასავლეთისა და რუსეთს შორის ომში ჩართვაში. ამიტომ ის ფრთხილად მოქმედებს, მობს აგრესიას, მაგრამ ძაფრი რიტორიკის გარეშე. მაშინაც კი თუ ტისა მოიგებს შემდეგ არჩევნებს, თავად სისტემამ შეიძლება უბრალოდ უარი თქვას ცვლილებებზე. წლების განმავლობაში ფიდესმა საგულდაგულოდ გააძლიერა თავისი მმართველობა, გადაანაწილა საარჩევნო ოლქები, შეცვალა ადგილების გადანაწილება, შემოიღო გამარჯვებულის კომპენსაციის წესები და ხმის მიცემის უფლება გაუზარდა უნგრულ დიასპორას, რომელიც 95%-ზე მეტით უჭერს მხარს ფიდესს. ორბანი ამჟამად აკონტროლებს პოლიტიკურ და მედია აპარატს, რომელსაც შეუძლია თითქმის ნებისმიერი გამოწვევის ნეიტრალიზება. ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, უნგრეთში არჩევნებში გამარჯვება შეიძლება საკმარისი არ იყოს. ასევე აუცილებელია ძალაუფლების წართმევა ისეთი სისტემისგან, რომელიც ყველანაირი ცვლილების ასაცილებლად არის შექმნილი. ეს თავად საარჩევნო კამპანიაზე მეტად პიტერ მადიარის ნამდვილი გამოცდა იქნება. შედეგად ამ ბრძოლის შედეგები გაურკვეველი რჩება. ბოლონდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მადიარი ორბანს გასაოცარად 18% პუნქტით უსწრებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. 15 წლის განმავლობაში მან უამრავი ასეთი ინსტრუმენტი შექმნა. ისასთვის მხოლოდ დამაჯერებელი გამარჯვება გახდის რეალურ ცვლილებებს შესაძლებელს. ისეც, რომელიც საკმარისად ძლიერი იქნება კონსტიტუციის შესასრულად და ილიბერალური დემოკრატიის არქიტექტურის დასანგრევად. ეს უნგრეთის მომავლისთვის ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია. ორბანი კვლავ უზარმაზარ რესურსებს ფლობს, თუმცა წლების შემდეგ პირველად დუნაიზე ცვლილებების ქარმა დაუბერა. ბუდაპეშტში მომხდარმა მოვლენებმა შესაძლოა არა მხოლოდ უნგრეთი შეცვალოს, არამედ გლობალური პრეცედენტიც კი შექმნას გარდამტეხი მომენტი არალიბერალიზმის ეპოქიდან. როგორც თომას პეინი იტყოდა, ტირანია როგორც ჯოჯოხეთი ადვილად არ ინგრევა, მაგრამ რაც უფრო რთულია ბრძოლა, მით უფრო დიდია გამარჯვებაც. ქართველ მაყურებელს ალბათ ძალიან გესნოთ სიტუაცია. თითქმის ერთ-ერთი არის ბევრი რამ, რაც ჩვენთან ხდება, თან შეიძლება ითქვას, რომ უფრო დაბალ დონეზე ხდება ჩვენთან, ვიდრე თუნდაც ორბანის უნგრეთში. თუმცა ყველაფერი წინ არის. ნახოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ, რა თქმა უნდა, დააკომენტარეთ, რაც შეიძლება მეტი და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოწერას. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ YouTube-ს ვაჩვენოთ ეს ვიდეო და ეს არხი არის საჭირო. მოგწონს და გვინდა რომ მეტი ვნახოთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.